მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დღეს ვიმყოფებით თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე და დღეს გამოვედით ქუჩის გამოკითხვის გასაკეთებლად. და დავსვათ კითხვას, თამაშობენ თუ არა აზარტულ თამაშებს მოქალაქეები. Do you love these games or not? Games like what? Do you like these internet games or not? I'm not interested in gambling. Okay, thank you very much. Okay, do you play internet games or casino more? No, Do you like shooting? I don't understand. What the internet game is USDT? Yeah, casino. Casino. I know one win maybe, or Hero. You know. I play in Hero because it's give me airdrop only for this, not for earn money. Not for money, right? Not for money, only forget airdrop. You know, it's a safety, yeah, without risk, if you know. Okay, thank you very much. თამაშობთ თუ არა აზარტულ თამაშებს და რა დამოკიდებულება გაქვთ აზარტულ თამაშობდი, დამოკიდებული ვიყავი. ეხლა აღარ თამაშობ და დადებით დამოკიდებულება არ მაქვს ყოველ შემთხვევაში რა. ანუ კარგი ჩემთვის არაფერი არ მოუტანე ცხოვრებაში. და თანახმახარ თუ არა რომ აიგზავნოს საერთოდ თუნდაც რეკლამები ტელევიზიით რეკლამებიც აგზავნო, კარგი იქნება, მაგრამ თქვენ დაგზავნო არ გამოვა რა. იმიტომ შეიძლება მე წავიდეს უკვე ხელზე თამაში მიწის ქვეშში გადავდის ხოლმე და უარეს სიტუაცია მივიღოთ რა. უფრო გავუარესებ. რეკლამის აგზავნო უკეთესი იქნება. დიდი მადლობა. გაიხარე. დიგარიხა. შევძლებთ თამაშობთ თუ არა აღნიშნოს. ჯერ იქნა დავიწყოთ რომ მე არ ვთამაშობ და ძალიან არ არის ასიამოვნო რომ აი ხალხი რომ ფულს მაგაში ხარჯავს ელემენტარულად ისიც რომ ოჯახები ანუ ტიპები სახლებს დებენ მაგაში რომ ითამაშონ და ფული დახარჯონ და მე ძალიან არ ვარ მაგის მომხრე რა ეგრევე ვიტყვი რა. და თანახმახართ თუ არა აიგრძალოს სატელევიზიო რეკლამები აღნიშნულ თამაშებთან დაკავშირებით. ხო თანახმაო უნდა აიგრძალოს. Kas ფიქრობთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და თუ გითამაშიათ ოდესმე? მითამაშია და ვფიქრობ ისეთი მკაფიო ასე ვთქვათ აზრი მაქვს ჩემი საქართველოსთვის არის პირდაპირ მნიშვნელობით დამღუპველი აი თაობებისთვის ახალგაზრდა თაობებისთვის საქართველოს გულისხმობ ეკონომიკურად მსგავს ქვეყანას მსგავს სიტუაციაში ქვეყანას და რამდენ თანახმახართ რომ აიგზავნოს თუნდაც სატელევიზიო რეკლამები ამ აზარტულ თამაშებთან? რა თქმა უნდა. მოგესალმებით, რა აზრის ხართ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და ოდესმე გითამაშია თუ არა? არა, მითამაშია ბავშვობაში, თორე კაი აზრის არა ვარ ნამდვილად. დამღუპელი აზარტული თამაში. ან თქვენ გინდა თქვათ რომ უნდა აიგზავნოს ეს ასეთ ვიზა რეკლამის სახით მაინც. რეკლამები არ უნდა გაკეთდეს, თორე აკრძალვით, რა ვიცი, იმდენი ცუდი რამე არის, რომ მაშინ ყველაფერი უნდა აიგზავნოს. უნდა შემცირდეს მაინც. ცუდიც უნდა იყოს, კარგიც უნდა იყოს და თავისუფალინებით არჩევანი უნდა გააკეთო, ცუდისკენ წახვიდე თუ კარგისკენ წახვიდე. შემოძმაო. მოგესალმებით, პირველ რიგში რას ფიქრობთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და თქვენი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით? აზარტული თამაშები ჩემი აზრით ისეთ რაღაცა, რაც საკმაოდ სახიფათოა და ითრევს ადამიანებს, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო და საერთოდ თუ არ იქნება ხომ უკეთესი, მაგრამ დამოკიდებულება ესეთი რთული რაღაცა არის, რომ კომუნიკაციის გარეშე და შრომის გარეშე რთულია ძალიან, რომ ჩამოიშორო ეგეთი რაღაცა. აი შენ თუ გითამაშია მაგალითად რომელიმე აზარტული თამაში? მე არ ვთამაშია. Здравствуйте, вы играете азартные игры или нет? Нет, я не играю в азартные игры. You play sometimes or not? No, sometimes and now no. Интересებს თქვენი აზრი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით? ვისი? აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. არ თამაშობ, არ მინდა. ეს ძალიან ცუდია. ოიცე ადამიანებს თამაშობს ხოლმე უკვე ვინი კარგია ყველაფერი ხოლმე და მე აზარტულ თამაშებს მიდის ხოლმე და საქმე აკეთებს ან ყველაფერს ესა გააკეთებს და უკვე არა კარგია აზარტულ თამაში. თქვენ თუ გითამაშიათ ოდესმე ან თუ გქონიათ სურვილი გაგჩენილი? არა მითამაშია მაგრამ მე უკვე დავანებთ თავი რა.
არც მოთხოვნილება არა, უკვე მე 10 კაზინო, 10 ტოტალიზატორი, 10 კატერი და რაღაცა ხოჭი ესეთი მე არ მიყვარს ესეთი რაღაცა. არ მიყვარს რა. და უჩე ყველა ვინც ახლა თამაშობს, ამაზე დაანებოთ თავი რა. დაანებოთ რა, იმიტომ რომ ეს არ არის კაი რა. ეს თუზია. იმიტომ რომ ახალგაზრდა ბავშვები რომ მიდიან ხო გაგე 16 წლიანი, 18 წლის ბავშვები რომ მიდიან ხო გაგე ეს ასაკული თამაში ეს არ უნდა შეთქვა. უნდა გაუქმო ეს ან თამაში. ბევრი შემთხვევა ვიცით რომ როდესაც ადამიანმა თავი ჩამოეცო ამ ისი არის ისეთები რომ აი როგორც ველიქტის ან უსახლო კანდიდატო წარმოსახლი ან ჩორმალოის წავიდა მაგისგან და აი ადამიანი ისეთი არის რომ არის რა აი ხან თავში მოიკავს ან ჩამოიქცევ თავს ხო რატო ეს გულის ასაკი თამაშები ამის გამო შენ გეჩვენე რომ დაანებო ამას თავი ხო გაგე რომ იცხოვრო კარგად თორი ყავს შვილები ყავს შვილებს მიხედე თორს მიხედე რადგან თამაშები აბა რაც მოგიტანს ალბათ მაგეთ აგი შენ წაგდე შენ თუ წაგდე შენ თუ იდაგე სამაზე აი რატო და როგორ უნდა გადავფალოს ვალები როგორ წესთქნა სადმე არ მუშაობ არა სამთახური ხო გაგე და დაბალი ფასებია ხო გაგე ჯუჩემია ვინი იმუდრავო ვიდეოში წახვიდე და ამ დადოლაღო და აი მოიგე ხო ერთხელ მოიგე დაანებე თავი მოიგე დაანებე რა მოიგე ხმეზე შეგარგო დაანებე თავი რა თუ მოიგე თუ მე ძალიან თამაში იმიტომ ეს არის აი როგორც ნარკოტიკი თავა ხო გაგე თამაშობ აუ კიდე მინდა რა მოიგო რა ტიკ დაგო მე კიდე და თახსავე ჩანგიდე ჩამოვჭრე რა გულწეს სახელი წავე ჩოდი წავიდე და შვილები არა ძალიან ამიყოს მე და მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში ჩვენ საქართველოში ეს აზარტული თამაშები აუგზა მეწერა და რასაც ვით იმ თაობას რომელიც აი დაუშვათ 14-15 წლის ბავშვები თამაშობენ და ვერანებებენ. აი თქვენი გადმოსახედიდან რა ასეთყოდით ამ ბავშვებს? მე დაანებე თავი. ოცი დაანებე. ოცი როგორც ნარკოტიკი თავა ხო გაიგე. ხო ეწევი ხო გაიგე ნარკოტიკს როცა ეწევი აი როგორც ლონკები ლოგა ხო გაიგე ისეთი გივია. შეიძლება თამაშობ მოვიგე რა და ბიჭუნა 500 ლარი 600 ლარი. აუ კიდე მინდა თამაში. შეშ მოიგე გამეთმა შეგარგოს. წადი ვაიბო სამთახული პოვე ან ახალი პოვე ან მე ამ ფერში მუშაობ ხო ედოში დაგვი ხო და აი გრეხი არ არის ხო ეს არის რაღაცა წავ იმუშავე ვიდრე შენ და შენ ძრო გამაკენ ფულ და мама შეგვიძლია წახო და ვიღაცა პატარბები და მე დაიწყო რაღაცა არ გინდა დაანებე გეუნები პროსტა დაანებე ბავშვები ხო პატარები ხარ რო გაიძები მე და რა იქნება ახლა მეც რას ფიქრობთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და როგორია თქვენი მოსაზრება აი ამ აღნიშნულთან დაკავშირებით? მინდა გითხრათ რომ საერთოდ თამაშები რასაც ქვია იმიტომაც ალბათ როდესღაც შტატებმა ცალკე გაიყვანა მთელი ეს ინდუსტრია რომ პრინციპში მასე აწყობდათ და გააკეთეს კიდე ცალკე ოღონდ ქალაქთან ახლოს არა აი აქ მაგალითად არ ვიცი მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ რომ თბილისში იყოს აზარტული თამაშები რა ძალიან მე სერინოვის დროს მაგალითად შემინიშნავს შანგრილაზე ასევე საქართველოს დროშაც ფრიალებს კაზინოს ემბლემასთან ერთად ხო, ну, არ არის. ჩემთვის მიუღებელი ერთ სიტყვით აქა და თუ რამე უნდა შეუძლიათ გახსნან რაღაც ესეთი როგორც ყოველთვის ჩვენ ხო ბაძავთ რა ყველაფერს. ამიტომ ცალკე ლას-ვეგასი გაკეთდეს რაღაცა იმაში რა ქვია. სხვა ადგილას, აღოთ ქართული ლას-ვეგასი. ის რომ საქართველოსთან ლას-ვეგასში რამდენი ფულისა ენერგიებიუჯეტი ჩვენ არ გვაქვს. ხო, ну არა, სიტყვაზე ვთქვათ რა, თუ რაღაცა უნდა გახსნან ცალკე სადღაცა შორს ხალხისგან. აი რას ეთყოდით მაგალითად თქვენი შვილის ტოლახათაობას და აი
იმ თაობას, რომელიც ეხლა იწყებს უკვე რაღაც ნაბიჯებს. განათლების უკმარისობა არის და ცოტა განათლებას უნდა მიხედონ. არიან ძალიან განათლებული ახალგაზრდები, ძალიან მიხარია ხოლმე, მაგრამ აი მასიურად მაინც აი პროვინციებში ნაკლებად არის განათლება და ამიტომ ურჩევ რომ უფრო განავითარონ საკუთარი სარაფია, ცოდნა და ამიტომ პირველ რიგში ეგ არის, იმიტომ მაგ გამოიყვანს საქართველოს ყველანაირი აი ესეთი ცუდი სიტუაციებიდან რა, მარტო განათლება გვიშვების რა. გაუნათლებელი ადამიანი საერთოდ ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს და თუ გადაწყვეტავს და ისეთ იზავს რომ აი როგორც ვართ რა.